მარტომ გავაკეთე, ანუ ახალ ხო აი ძალიან მაგარია, უბრალოდ ნახეთ. ლაშა ბაბუხადია. ფოტოა რა გამომიგზავნა YouTube-მა, ძალიან ისეთი. და YouTube-დან საჩუქარი კი ვიცი რა არის სავარაუდოდ, მაგრამ ძალიან ემოციურია, მარტომ გავაკეთე, ანუ YouTube-ს ვინც აკეთებს, ყველას მოგეხსენებათ. ოპერატორები, მემონტაჟეები, არ ვიცი, ხმის ოპერატორები, ყველას ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი შრომა აქვს ამ ყველაფერში ჩადებული. მე ალბათ უფრო მარტივად გამომივიდა და იაფად გამომივიდა. და ამიტომ ვორმაგად ემოციურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც უდიდესი ჯილდოა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ვერ ნახავთ ბევრი YouTubers, ვისაც ეს ვერცხლის ღილაკი YouTube-მა გადასცა და რა ვიცი, ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა. ბავშვობის ძალიან მაგარი გზნობები გამიღვივა, როცა რამდენჯერმე დამსიზმრებია, რომ ამ ღილაკს YouTube-ი როგორც კონტენტ კრეატორს გადმომცემდა და არ ვიცი, ვეცდები რომ გავამართლო მოლოდინები. საქართველოში ძალიან ფასობს იუთუბერები, რომლებიც საკუთარ ბიუჯეტით ახერხებენ ამ კონტენტის შექმნას. და სამწუხაროდ არის ძალიან პატარა ბაზარი რა, მარკეტინგის ბაზარი, რომელიც კომპანიებთან თანამშრომლობის პირობებშიც კი ძალიან ცოტას იხდიან, ხო და ამიტომ არ ვიცი, კარგი იქნება რომ სამომავლოდ როგორც ამერიკაშია უკვე ტენდენცია და დამკვიდრდა უკვე თითქმის შეიძლება ითქვას რომ დამკვიდრდა უკვე ტენდენციად რომ პოლიტიკური ამბებიც, გასართობი ამბებიც ყველაფერი ხდება YouTube-ზე. აი ტრამპიც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ინტერვიუ ჰქონდა ჯო როგანთან, ხო? ჯო როგანი, რომელიც არის YouTuberi და YouTube-ზე ყავს მილიონობით გამოწერი, როგორც ამერიკიდან, ასევე ამერიკული ინგლისური ენით მოლაპარაკე სხვადასხვა ადამიანების, ხო და კარგი იქნება რომ ამ ტენდენციას თუ მივყვებით და ჩვენ YouTuberებსაც თუ წავახალისებთ და YouTube-ზე ნაკლები შეზღუდვა, ნაკლები freedom of speech, თავისუფალი სიტყვის ასე ვთქვათ არსებობა უფრო მაღალ დონეზეა და ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენს ქართველ YouTuberებს წავახალისებთ ამ მხრივ, იმიტომ რომ ძალიან წირი ბაზარია სარეკლამოდ და რომ გიკვეთავენ იმ რეკლამასაც, მე მაგალითად არასოდეს არ მქონია ტოტალიზატორის რეკლამა, არასოდეს არ მქონია გემბლინგის რაიმე რეკლამა და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ გამომწერს ლაშა ბაბუხადიას YouTube ჩანელის, ვისაც არის ღილაკი გაქვთ გააქტიურებული თუ ჩვეულებრივად მომყვებით და ჩემს კონტენტს ადევნებთ თვალს, მინდა მადლობა გადაუხადო ასევე Facebook გამომწერებს, რომლებიც მუდმივად იქედან გადადიან და იქედან ადევნებენ თვალს და გპირდებით რომ არ გავაცრუებთ თქვენს